სოფიაში ვარ, მატარებლით ახლა აეროპორტიდან გავდივარ ქალაქის თეატრში. Რაღაც ახალია, ახალი ქვეყანა, ახალი ენა, უცხო გარემო. ერთი სული მაქვს ამ აღმოჩენებში ჩავიძირავ. სხვადასხვა აეროპორტიდან ცენტრში გასასვლელად ჩვეულებრივი ბილეთი 14 ევრო რო ღირდა. კიდევ რაღაც კომპანიები ყიდიან, აი აპარატიდან თუ იყიდი 4.5 ევროთ. დავიყიდე 4.5 ევროიანი ბილეთი. გავდივარ ახლა ქალაქში და იქიდან უკვე რამდენიმე გაჩერება ან მეტროთი ან ავტობუსით დამჭირდება რომ მივიდე სახლთან. საათ ნახევარში უწევს ჩეკინი და ამ დროში სადმე გასვლას აზრი არ აქვს ან ჩანთებიც იაროს. ამიტომ უნდა დავათვალიერეთ ჩვენი სახლია. და ამასობაში მალე გამოვლენ შემოგვიერთდებიან თაკო, ჩემი ბავშვების მეგობარი, ჩემი ძმა ჩამოვიდა გუშინ. დღეს გვექნება დიდი რეუნიონი, შევიკრიბებით 4-ვე ერთად და ხვალ-წავალთ პრაღაში. დღეს ვიქნებით ვენაში, ხვალ-წავალთ პრაღაში. მე ისევ დავბრუნდებით და რამდენიმე დღე ვენაში ვიქნებით. არეულად დაიგეგმა თავიდან სხვანაირად ვაპირებდით რა ან ბუდაპეშტი გვენახა, ბრატისლავა გვენახა და საბოლოოდ ჩავამყალიბდით რომ ვენა და პრაღა. სხვა შემთხვევაში ალბათ ჩასვლას ან წამოსვლას რომელიმე გზას ვიყიდდი პრაღაში, მაგრამ რადგან უკვე ვენის ორივე გზის ბილეთი ვენაში მქონდა ნაყიდი. ამიტომ გვიწევს რომ წავიდეთ და წამოვიდეთ. ჰალო. ჰალო. Pekstengere. მე ავიღებ Pekstenger. არ ვიცი რა ქვია. ეს იტალიურ ბომბოლონს გავს, მაგრამ ჩემი თუ აქვს შიგნით არ მინდა. აქ იტალიელებივით არ აქვს აღკარად ეს დილაუთენია ავის კულტურა, შეიძლება ჯერ არ შეხვდა ეგეთი კაფეები. რომში ბარში გამოუსებულია დილით ყველაფერი, ყველა ავასვამს, ყველგან ჭიქის ჭახაჭუხია. ესეც ჩვენი მოგრძალებული საუზმე. ეს არის პური ყველით და ძეხვით, ხო? ძალიან გემრიელია, უბრალოდ ცოტა ზედმეტი პურია. თან ზე ანათებს, თან ქარია, თან სუსხი წამოვიდა, თავარია არ ეზვიმოს. ოღონდ ვიმა არ იყოს. დანარჩენი ყველაფერი it's okay to make mistakes. დაიყოს ყველაფერი. შენ ახლა მითხარი სანდროდი ვარ. შოტენთორანი გაჩერება. მანტი. შოტენდან. ჰალო. ჰალო. ახალი სიტყვა ვისწავლე. ბითე. ბითე. ესეთი სიტყვა ვიცი. კიდევ ვიცი. ჰალო. დაგიწყო. outside. აუ ქართული როგორ არის? ჰალო. ამგვარს ცხენუბანი დავარქვით. ჩვენი დროშა. არის ფაისი? გემრიელია, უბრალოდ გახუგული რო იყოს, ეს პური უფრო გემრიელი იქნებოდა. უჯმური გამყიდველი იყო, რომელმაც ჰოთ-დოგები არ მოგყიდა, მოგვაშავა. ეკლესიაში შევალთ ახლა. ეს არის წმინდა პეტრეს ბაზილიკა. და ისევ ცხენები.
ვილის მეპატრონე. ისეთი უცნაური კაცია. აი არ ვიცი ცოტა ბიჭებმა იდარდონ. ნუ იმედია სადარდებელი არ ექნებათ, მაგრამ მაინც მე თაკოსთან ვრჩევი. ისეთი კარგი ჰოსტი მეყოლება. როგორც იქნა პირველად ჩემთან წამოხო. ამდენი წლის მერე. აბა. რაღაცი ხო წავედით ვენიდან მატარებლით. უკან აქ გქონდა ავტობუსით და მეგონა რომ არ იქნებოდა კარგი და ისეთი კარგი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ მოკლედ რეგიოჯეტის საიტზე შეძენილი ბილეთები. Varsa? Cīnās hākstā, nav iekmaurot. მუზეუმში, ახლა სანამ მუზეუმში წავალთ, ხშია. ყავის დალევას ვერ მოვასწრებთ. მაღაზიაში უნდა გავიაროთ და აქაური რა უნდა ვჭამოთ? სემპლები, აქაური სენდვიჩი. ხო და ბიჭები აგვიანებენ ჩვენ მოვასწრეთ გამზადება და გამოსვლა, ამიტომ ავიღებთ ახლა ამ სემელებს და გავუვლით, წავიხემსებთ, წავალთ. უნდა ვიჩქაროთ, რომ არ დავაგვიანოთ თორემ ვინ გაპატიებს აგვიანებას მუზეუმში. ბელვედერის მუზეუმში მოვედით. ძალიან ლამაზი ბაროკო სტილის მუზეუმია და ძალიან ლამაზი ბაღი აქვს. ოღონდ ახლა ზუსტად ჩვენი შესვლის დროა. ჯერ შევალთ, დავათვალიერებთ მუზეუმს ნახავთ და მერე დავათვალიერებთ ბაღს. სხვათა შორის მუზეუმის ბილეთები წამოსვლამდე ვიყიდე სადღაც 1 საათით ადრე. და დღეს ორშაბათია და ხალხიც არ არის ბევრი. არც ადგილზე რო გვიყიდა ბილეთები, ალბათ არ ვიქნებოდით რიგში. მუზეუმიდან გამოვისეირნეთ და 15 წუთში მოვედით ვენის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოედანზე, კარლსპლაცზე, სადაც ბაროკოს პერიოდის ასეთი ძალიან ლამაზი ეკლესიაა. ამასობაში ვენის ოპერასაც მოვადექით. სიდიდით ევროპაში მესამეა, მახსოვს ეგ პირველი პარიზია, მეორე ვენის ოპერა და მესამე პალერმო. ჰაუსბურგების სასახლის უკანა მხარეს
ძალიან მომეწონა ეს მინდორველები. არა მართლა ძალიან ლამაზი მინდორია. აქ საფუში წარმომიდგენია როგორ კოტრიალობს ხალხი. ზუსტად აქ სასახლის უკანო მხარეს არის კაფე, სადაც შიგნით არის ძალიან ლამაზი გარემო. სუსი მწვანეა მცენარეები. ფასები ცოტა ნორმალურზე მეტია, მაგრამ მოცარტის უნახავადაც ვერ აბუვლიდით გვერდს აქაურობას. ამ წითელ ყვავილებს ნოტის ფორმა აქვს. თაკომ ახლა ლამაზ კაფეში მოგვიყვანა. Before Sunrise-ში როა გადაღებული ეს კაფეა. ნახოთ აბა რა ხდება შიგნით. აბა გაგვემართა. ბოლო დღე ვენაში და გასაოცარი მზე. ნახოთ აბა აქ როგორი ვინტაჟური მაღაზიები აქვთ. დღეს ასეთ ხლად ვარ წარმოდგენილი და ძალიან მიხარია რომ ზენია მინდია. არ მომეწონა მათ მეორადები. ან დღეს არ იყო. ყველაფერი ძალიან ძვირი ღირდა და არც გადამრიე არჩევანი არ იყო. ახლა სენდვიჩებს ავიღებთ. აი გუშინ რო გავსინჯეთ. რა ქვიათ სემელები ხო? სემელებს ავიღებთ, პარკში ჩამოვსხდებით რომ ჭამოთ და მერე წავიდეთ ყავაზე. მიყვარს ამ შუა ვენაში რომ პატარა საქართველოს ვაწყობთ. არა მიგეტავიხდი. აბა რა. და ისწავლონ როგორ უნდა. აი აქ რაღაც სამუშაოებია და ამის გამო აქ ერთი ადამიანი, აქ მეორე და აწესრიგებენ. ასე არეგულირებენ და აწესრიგებენ მოძრაობას, რომ არ შეიქმნას საცობი და ქაოსი. არ გავს საქართველოს? ისწავლეს. ჩვენგან აქვს ასწავლე, რა თქმა უნდა. რომელი პარკია თაკო? ლიხტენშტაინი. ყოჩაღ ლიხტენშტაინის პარკს რა არ ვიცი სიტყვები არ ყოფს. მოდით, ისეთი კარგი ამინდია, შეგვიძლია გარეთ დავსხდეთ. ესე იგი, თაკომ ვენაში მომიყვანა ფრანგულ კაფეში და მაჭმევს პორტუგალიურ დესერტს. პასტელ დე ნატა, არ ვიცი როგორ გამოითქმის. ინტერნაციონალური შედეგი ასე გამოიყურება ფრანგულ კაფეში, არ მომეწონა ყავა, მაგრამ მომეწონა პორტუგალიური დესერტი. დავუბრუნდით ისევ ჩვენს განსაკუთრებულ ლიხტენშტაინის პარკში. ახლა ბიჭები მოვლენ აქ და მერე წავალთ შონბრუნის სასახლეში. დაახლოებით 30-40 წუთის გზაზეა. დღეს უკვე ქარი რო ჩადგა, მზე რო გამოვიდა, ხალხი რო გარეთ გამოეფინა, თან რაღაც შუა დღეა ახლა და უფრო მეტი ხალხი დადეს და ისეთი სიმყუდროა და სიკუსკუსია დღეს მოვხდი რომ ძალიან ლამაზი და საყვარელი ქალაქია. ჩაფიქრების საათი მოხს ახლა და ვფიქრობდი როგორ გავიწყდება ადამიანს დავა, როგორც კი გადიხარ შვებულებაში. თითქოს მე არ ყოფილვარ. არ ზაღლილი ყოფილვარ თითქოს. აია, კვეთ. შონბრუნის ეზოში დავსეირნოთ და ზემოთ
გადმოსახეთზე უნდა ავიდეთ ახლა, საიდანაც სასახლე და ეზოხო ჩანს და ვენაზე ძალიან ლამაზი ხედი უნდა დაგხვდეს წესით. აქ რომელ სეზონზეც არ უნდა მოხვიდე, ძალიან კარგი იქნება. კადრებს რო გადავხედე, ზაფხულში, როცა თბილა, აი ზემოთ გადმოსახეთთან არის გორაკები, სადაც ხალხი დელოზე კოტრიალობს ხოლმე, პიკნიკებს აწყობს და ზამთარში სასახლის უკანა მხარეს უკვე საშობაო ბაზარი იმართება და არის ატრაქციონები, ცხელისასმელები, საჭმელები, პატარა ეშმაკის ბორბალი, პატარა სოფელებიც არის. აი აქედან უნდა ავიდეთ გადმოსახეთზე და მანამდე არის ნეპტუნის შადრევანი. აი სადღაც ამ მთების ძირში, სანამ ქალაქი თავდება და მთები იწყება, მას პატარა გორებია, ახვალ და ვენახებია გაკეთებული ძალიან ლამაზი ხმა. ხედავ, აქეთაც და იქითაც მარჯვნივ რო გახვიდე. და მან შეკიძლია ზაფხულში ძალიან კაია დაჯდება ხმის დალე. გადმოხედავ ქალაქს. სასახლე ძალიან კარგი იყო. შესვლა უფასოა. პირდაპირ გამოდიხარ მეტროთი და მეტროდან დაახლოებით 10-15 წუთის გზაზეა გაისეირნებ. ახლა მივდივართ ცენტრისკენ, კათედრალში უნდა შევიდეთ და მერე იქ ცენტრალური ქუჩები რაც არის, გავისეირნოთ. ბოლო გასეირნება დღეს, ამაღამ ტოვებთ ვენას. დღის გაგვირგვინება გვინდა საღამოს შნიცელი რო ვჭამოთ. გადასაადგილებოთ ყველაზე პრაქტიკული გამოდგა ბოლო დღეს 24 საათიანი ბილეთის აღება. მანამდე რაც ასიარულო ქონდა, სუფეხით ვფარავდით და აბონემენტი არც ისე გამოსადეგი იყო და აი ბოლო დღეს 24 საათიანი კარგია, იმიტომ რომ სასახლისთან გამოვედით, ახლა ცენტრში გავდივართ, იქ მერე კიდე უნდა წავიდეთ საღამოს შნიცელი გვინდა რო ვჭამოთ, მერე უკვე უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ უბანში, სადაც ბარგი გვაქვს და ბოლოს აეროპორტისკენ წავიდეთ. ანუ ცენტრში შეგიძლია რომ აბონემენტით ისარგებლო, იარო და აეროპორტი რადგან უკვე ქალაქ გარეთ არის ზონის გამო, ერთი ბილეთს დაამატებ 2.5 ევრო დაჯდება ალბათ დაახლოებით და სულ ეგ არის. ძალიან დიდი სხვაობა პრესებს შორის. რომში 1.5 პრაღაში დაახლოებით 1.30 გამოდიოდა და ვენაში 2.40 ანუ თითქმის ორჯერ ძვირია. აქ ფეხით უკვე ნამყოფი ვართ და ახლა მეტროთი პირდაპირ ამოვედით ისეთ გაჩერებაზე, რომელიც არის კათედრალის წინ. აქ პირველ დღეს შემოვედით, დღე იყო. ხამით რა ლამაზია. ახლა მივუყვებით ვენის პოპულარულ ქუჩას, რომელსაც თუ არ მეშლება ღინშთხას ექვია. აქ არის პარლამენტი, მერია, ოპერა, მუზეუმები და რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი. ვენიდან წასვლა შნიცელის ჭამის გარეშე არ გვინდოდა და ეხლა რას ვაგემოვნებთ? მაქსიმალურად ლოკალურად გვინდოდა რომ მიგვერთ. რეკომენდირებული იყო საქონლის ხორცით და ვიღეთ ასევე ქათმის ხორცით. და მოყვება გარნირად სალათი, ესეც რაღაც აქაური ადგილობრივია, ჟავე გემო აქვს, დაზიანი წყალი ავიღეთ ლიმონით. საკმაოდ დიდი პორციაა. შნიცელის დაგემოვნება მწარმატებით ჩაიარა, მაგრამ მე უფრო ქათმის მომეწონა ვიდრე აქაური ტიპიური საქონლის ხორცის. ჩვენ ცენტრში არ ვიყავით, ეს რესტორანი იყო ცენტრის გარეთ და უფრო ბიუჯეტური ფასები ჰქონდათ, დაახლოებით 16-18 ევრო. და დააგემოვნებ მიირთმევ ადამიანი და
არ გაიღლიტები. ზოგადად ყველაფერი ძვირია ვენაში. ვერაფერზე ვერ ვიტყვი რომ იაფია. სუვენირი რო სუვენირია. მაგასაც ვერ იყიდი იაფად. საბოლოო ჯამში კარგი გამოცდილება იყო ახალი ქვეყნები. პრაღაზე გავგიჟდი. ვენამაც თავი კარგად დამამახსოვრა და მოკლედ ასე დასრულდა ეს მოგზაურობა. მადლობა ვინც მეყურეთ. კარგად.